გვადებენ ბორკილებს და სამარშრუტოში გვსვამენ, რომელიც პატარა მოძრავ ციხედაა გადაკეთებული. 10 კამიანია. შუაში კედელივითაა ამოშენებული, ამიტომ ეს 5-5-იც იზოლირებულად ვხედვართ. Ideea patara secția, 16 ადამიანი სასამართლოში მისვლისას მანქანდარი ჩამოდიარ, მგონია გამოთავისუფლეს. უცნაურია ეს გზა. წესით სამართლიანი უნდა იყოს, მაგრამ რეჟიმი სიმართლის კვალის გაქრობას ცდილობს. დასვლამდე ხან 5, ხან 10 კვერცხით საუზმობ და ბევრ წყალს ვსვამ. გზას სასამართლომდე 20 წუთი სჭირდება. შევყავარ პატარა საგანში, სადაც კედლებზე ყველანაირ წარწერას ნახავ, ვიღაცას მოგიხმობს უცხოს, მერე ის პასუხობს. ვიღაცა თავის სახელს წერს ამ სახელმწიფოს, მას ვიღაც აგინებს. კიდევ უფრო ქვემოთ, კიდევ უფრო საშინელი გინებაძარია. სასამართლო დარბაზში შესვლისას ცოტა ვიბნევი. ამდენი ადამიანის ერთად დანოხვაზე. თუმცა 5 წუთში ვლაგდები და ვიწყებთ ჟესტებით და უხმოდ. პირის მოძრაობით ვლაპარაკს, რაშიც ბადალი არ ჰყავს ჩემს დას. ძალიან დავიღალეთ, ძალიან. მაგრამ დედას დავენახე, მამას დავენახე, ბიჭებიც ვნახე, მეგობრებიც, ის გოგოც ვნახე. ჯამში მაინც ბედნიერი იძინებ. ღირდა სასამართლოზე წასვლა.